ყველას გვახსოვს ეს ზამთარი, თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი, როდესაც გურიაში მოვიდა ძალიან დიდი თოვლი და დააზიანა ძალიან ბევრი სახლი. იმ დღეებში ჩვენ აქ ვიყავით. დიდი დახმარება გაუწიეთ მოსახლეობას, მაგრამ დაინგრა ბევრი სახლი, ჩამოიშალა სახურავები. რა დახმარება გაუწია სახელმწიფომ? 5 თვის განმავლობაში არაფერი დახმარება არ გაუწია. ეხლა კი დაიწყეს სახურავების ყიდვა, თანხების მიცემა. მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში? მთელი ზაფხული რომ ხალხმა წყალი ჩადიოდათ სახლებში. გადავიდნენ ახლობლებთან საცხოვრებლად. ნუ თუ არ შეიძლებოდა უფრო ადრე გააკეთებათ, მაგრამ არა, იმიტომ რომ ჩავთვალოთ რომ საარჩევნოდ სახელმწიფო აძლევს თანხებს. ეს არის ამომრჩევის მოსყიდვა. როდესაც რეალურად შეეძლოთ უკვე მაისის თვეში დაემთავრებინათ გადახურვა, თანხების მიცემა. მაგრამ თანხებზე როცა ვსაუბრობ და სახურავების მიცემაზე. სახურავს თუ მისცემ, იმას კიდე ხელოსანი ჭირდება, ოსტატი ჭირდება, რომელიც ამას გააკეთებს. არც ეს იყო გაკეთებული და არც შესაბამისი ბიუჯეტი და შესაბამისი ხარჯები იყო გათვლილი. კიდევ ერთხელ, ეს რაც ახლა ხდება გურიაში, არის ამომრჩევლის მოსყიდვა. როგორც მოგეხსენებათ, წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იყო დითოვლობა, რამაც დააზიანა ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლები, სახურავები. 5 თვის შემდეგ დღევანდელმა მთავრობამ დაიწყო წინასაარჩევნოდ სახურავების მიწოდება ხალხისათვის, თანხების ჩარიცხვა იმისათვის, რომ ფაქტიურად წინასაარჩევნო პერიოდში რომ მოისყიდონ და ხმები მიიღონ მათ სასარგებლოდ.